4 ოქტომბრის დამხობის მცდელობის საქმისთვის ბრალდებულთა ნაწილის საპროცესო შეთანხმებას ითხოვს. ქრონიკამ 8 დაკავებულის მიმართვა მოიპოვა. მარიამ ქართველიშვილია პირდაპირ ეთერში და ის გაგვაცნობს უფრო მეტ დეტალს. გულწრფელად ვაღიარებდა ვინანიებ დანაშაულს, ვაცნობიერებ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს და სრულად ვაღიარებ განვიცდი, ვწუხარ ჩემს ჩადენულ ქმედებას, მზად ვარ ვითანამშრომლო. ამ შინაარსის განცხადებებით მიმართა პროკურორებს ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობისა და სტრატეგიული ობიექტის ხელში ჩაგდების მცდელობაში ბრალდებულთა ნაწილმა. ქრონიკამ მოიპოვა მათი განცხადებები, გვაქვს 8 ბრალდებულის აღიარებითი ჩვენება, რომლებიც საპროცესო შეთანხმების გაფორმებას ითხოვენ. ქრონიკის მაყურებელს აქვს შესაძლებლობა პირველმა გაეცნოს ხელისუფლების ვერ შემდგარი დამხობის საქმის მონაწილეთა აღიარებით ჩვენებებს. გიორგი ქურქიამ გამოთქვა სურვილი სწრაფი და ეფექტური მართლმსაჯულების განხორციელების მიზნით დაიდოს მასთან საპროცესო შეთანხმება, რომლის საფუძველია ბრალის სრული აღიარება. ბრალდებული გიორგი კირვალიძე აღიარებს და ინანიებს ჩადენილ დანაშაულს, რის გამოც მოგმართავთ თხოვნით, რათა მის მიმართ გაფორმდეს საპროცესო შეთანხმება ბრალზე და სასჯელზე. გულწრფელად აღიარებს ჩადენილ დანაშაულს. წარდგენილ ბრალდებას სრულად ვცნობ და გულწრფელად ვაღიარებ მომხდარს. ძალიან განვიცდი და ეს წუხილი გამყვება ალბათ სიცოცხლის ბოლომდე. მოგმართავთ თხოვნით, გააფორმოთ ჩემთან საპროცესო შეთანხმება. ავთანდილ თოფჩიშვილთან შეთანხმებით ბრალდებულის ინტერესების დამცველი მოგმართავთ განცხადებით. ბრალდებული გამოთქვამს მზაობას და თანამშრომლობას გამოძიებასთან, რადგან ბრალდებული აცნობიერებს და ინანიებს მისი მხრიდან ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს და შედეგებს. მოგმართავთ განცხადებით საპროცესო შეთანხმებასთან დაკავშირებით. რამაზ ჯორბენაძე მოგმართავთ განცხადებით საპროცესო შეთანხმების გაფორმების თაობაზე და გთხოვთ გაითვალისწინოთ რამაზ ჯორბენაძის სურვილი ითანამშრომლოს გამოძიებასთან. მე სრულად ვაცნობიერებ ბრალად შერაცხული ქმედების სიმძიმეს და ხასიათს, ასევე წარდგენილი ბრალის აღიარებით გამოწვეულ სამართლებრივ შედეგს და იმ გარემოებას, რომ საპროცესო შეთანხმების დადების შემთხვევაში არ ვთავისუფლდები სამოქალაქო პასუხისმგებლობისგან. არ ვხვდი სადავოდ ბრალდების მხარის მიერ სასამართლოში წარდგენილ არც ერთ მტკიცებულებას. სრულად ვაღიარებ ჩემთვის შერაცხულ ბრალს. სახელმწიფო ბრალდებამ რამდენიმე საათის წინ გაავრცელა განცხადება, განმარტავენ, რომ 4 ოქტომბრის საქმეზე საპროცესო შეთანხმების გაფორმებასთან დაკავშირებით პროკურორები არ მიმართავენ ბრალდებულებს პირიქით, მხოლოდ ბრალდებულთა მიმართვის და აღიარების საფუძველზე ფორმდება შეთანხმება. სხვადასხვა საინფორმაციო არხებით ვრცელდება ინფორმაცია იმის შესახებ, რომ თითქოს საქართველოს პროკურატურამ 4 ოქტომბრის საქმეზე ბრალდებულებს საპროცესო შეთანხმებების შესთავაზა, რაზეც განმარტავთ, რომ საპროცესო შეთანხმებაზე ბრალდების მხარე ისაუბრებს მხოლოდ იმ ბრალდებულებთან, რომლებიც თავად მომართავენ ასეთი თხოვნით პროკურატურას და რომლებიც ამავდროულად აღიარებენ და გულწრფელად მოინანიებენ ჩადენილ ქმედებას. საპროცესო შეთანხმების გაფორმების მსურველებს შორის არიან ისინი, ვისაც ოპოზიცია პოლიტიკურ პატიმრებად ასახებდა. 4 ოქტომბრის ხმაურიანი ძალადობრივი პროცესების შემდეგ დაკავებულთა ნაწილი ახლა პროკურატურასთან თანამშრომლობას ითხოვს. მადლობა მარიამ ქართველიშვილს.